მეგობრებო, მე იოსები მქვია. ებრაულ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიტყვებს ყოველთვის ძვირფას ქვებსავით ეპყრობოდნენ. მათ დიდხანს ამოწმებდნენ, სანამ სხვისთვის ჩუქებას გააკეთებდნენ. ჩემი ბაბუა, ბრძენი კაცი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, ხშირად ამბობდა ერთ რამეს, რაც მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი. ის ასწავლიდა, რომ სულელი ადამიანი საკუთარ თავს არა საქმით, არამედ ენით ავლენს. და ეს მყისიერად ხდება. ბაბუამ მაჩვენა, რომ არსებობს განსაკუთრებული ხაფანგური ფრაზები. ჩვენ მათ ყოველდღე ვამბობთ იმის შემჩნევის გარეშე, თუ როგორ აზიანებენ ისინი, ჟანგის მსგავსად, ჩვენს ბედს, იპარავენ ჩვენს იღბალს და ანგრევენ ურთიერთობებს ახლობლებთან. დღეს მინდა ეს ცოდნა გადმოგცეთ, რათა თქვენც გაწმინდოთ თქვენი მეტყველება და ცხოვრება. დაგთხოვთ, დარჩეთ ჩემთან ჩვენი საუბრის ბოლომდე. საქმე იმაშია, რომ მთავარი საიდუმლო, ის არსი, რომელიც ამ ყველა ფრაზას ერთმანეთთან აკავშირებს, ბოლოსთვის შემოვინახე. ეს არის ერთი მოკლე ჭეშმარიტება, რომელიც ბაბუამ ღრმა სიბერეში გამიმხილა. ის თავდაყირა აყენებს თქვენს წარმოდგენას ადამიანური სიბრძნის შესახებ. და შესაძლოა, სწორედ ეს სიტყვები გახდეს ის გასაღები, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდით. მაშასე, დავიწყოთ ფრაზების პირველი და შესაძლოა ყველაზე მზაკრული ჯგუფით. ეს არის სიტყვები, რომლებიც ქმნიან ეცე გადავადებული ცხოვრების სინდრომს. თქვენ ნამდვილად ასობით ჯერ გსმენიათ ისინი და შესაძლოა, ისინი ახლა თქვენს სახლშიც ჟღერდეს. թե ეს სტუმრებისთვისაა, არ შეეხოთ, როდესაც პენსიაზე გავალ, მაშინ ნამდვილად ვიცოცხლებ. ან ბევრი არ გვჭირდება, ეს წვიმიანი დღისთვისაა. მოусმინეთ, რატომ არის ეს ასე საშიში. როდესაც ადამიანი ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს, ის უნებლიეთ აუფასურებს თავის აწმყოს. ისინი არსებითად ეუბნებიან სამყაროს. ნახეთ, ჩემი დღევანდელი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ლამაზი თეფშიდან ვჭამო ან ახალი პერანგი ჩავიცვა. ნამდვილი ცხოვრება მოგვიანებით დაიწყება. მაგრამ სიბრძნე ამბობს, რომ მოგვიანებით ნუგეში სულელებისთვისაა. ჩვენ მხოლოდ ახლა გვაქვს. ცხოვრება არ არის უხეში ვერსია. ჩვენ არ მოგცემენ მეორე შანსს, რომ ის სუფთად გადავწეროთ. თუ გამუდმებით ელოდები განსაკუთრებულ შემთხვევას, რომ სიხარული მოიტანო, რისკავ, ბოლომდე დაელოდო და ვერ შეამჩნიო, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა ყოველ დილით იყო, როცა თვალებს ახელდი. საუკეთესოს მოგვიანებით შენახვა ნიშნავს არ დაიჯერო, რომ ხვალ კიდევ უფრო მეც გამოიმუშავებ ან მიიღებ. ეს არის სიღარიბის ფსიქოლოგია, რომელიც თავში გიტრიალებს, მაშინაც კი, თუ ჯიბეები ოქროთი გაქვს სავსე. მახსოვს ერთი ამბავი, რომელიც ახალგაზრდობაში დამემართა, როცა ცხოვრების კანონების გააზრებას ვიწყებდი. ერთხელ ბაბუას საჩუქრად ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული ჩაი მივუტანე, რომელიც დიდი გაჭირვებით ვიშოვე. მე ვამაყობდი საკუთარი თავით და ლამაზი ყუთი მივაწოდე და ვუთხარი. ბაბუა, ყარადაში შევინახოთ და მხოლოდ მაშინ გავხსნათ, როცა ქალაქიდან მნიშვნელოვანი ნათესავები ჩამოვლე. ეს განსაკუთრებული შემთხვევისთვისაა. ბაბუამ გრძელი, ყურადღებიანი მზერით შემომხედა. ნაოჯების პატარა სხივები თვალების კუთხეებში გროვდებოდა. ნაზად გაუღიმა თავის ჭაღარაც ვერში და მთხოვა. დაუყოვნებლივ ჩაიდანი დაუდგა და თაროდან ყველაზე ელეგანტური ფაიფურის ჭიქები ჩამომეღო, რომლებსაც ჩვეულებრივ მხოლოდ მტვერს ვწმენდით. მან მაგიდასთან დამსვა და მითხრა სიტყვები, რომლებიც 40 წელია გულში მაქვს ჩადებული. მან თქვა, იოსებ, ჩემო ბიჯო, ერთი რამ გახსოვდეს. თუ საუკეთესოს მხოლოდ სტუმრებისთვის ინახავ, საკუთარ თავს და შენს ოჯახს ისე ექცევი, თითქოს უცხოები იყვნენ საკუთარ სახლში. ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი, რომელიც ყოველდღე მოდის შენთან, შენი სულია. და ის დღეს იმსახურებს დღესასწაულს, არა 10 წელიწადში. იმ საღამოს ეს ჩაიდავლიეთ და ის მსოფლიოში ყველაზე გემრიელი მეჩვენა. მაშინ პირველად მივხვდი, რომ დღესასწაულს კალენდარში თარიღი კი არა, ჩვენი დამოკიდებულებით ქმნის. მას შემდეგ ვისწავლე გაკვეთილი. არასდროს გადადო სიხარული. რადგან, როგორც ბაბუა ჩემმა თქვა, შავი დღე შეიძლება თავისით მოვიდეს მოწვევის გარეშე, მაგრამ ნათელი დღე პირადად უნდა მოიწვიო, ახლავე გაშალო ლამაზი სუფრა. მეორე ფრაზა, მოწამის სიტყვები. ახლა გადავიდეთ გამოთქმების მეორე ჯგუფზე, რომელსაც მე მოწამის ფრაზებს ვუწოდებ. ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული და დამანგრეველი შხამია, რომელიც ადამიანს შეუძლია ნებაყოფლობით აიღოს და საყვარელი ადამიანების სულებში ჩაასხას. თქვენ ნამდვილად იცით ეს სიტყვები. ისინი ბევრ ოჯახში ჟღერს, დედებიდან ქალიშვილებზე, მამებიდან შვილებზე გადადის და დანაშაულის გრძნობის დაუსრულებელ ჯაჭვს ქმნის. ყურადღებით მოусმინეთ, თქვენ ამბობთ მათ,
მე ყველაფერი შენთვის გავწირე, ღამეები არ მეძინა, საჭმელი ბოლომდე არ მიჭამია, როცა მოვკვდები, მაშინ იტირებ, მაშინ მიხვდები, ვინ დაკარგე. შენი საქციელით საფლავში მიმყავხარ. ან ცნობილი ფრაზა, სიბერეში წყალსაც კი არავინ მომიტანს. რატომ ვამბობთ ამას საერთოდ? ამ პრობლემის ფესვი ღრმად იმ საშინელ რწმენაშია, რომ ადამიანი, მხოლოდ თავისი არსებობის ფაქტითაც კი, სიყვარულის ღირსი არ არის. გულის სიღრმეში ასეთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სიყვარულისთვის მან უნდა იტანჯოს. მან ეს უფლება ტანჯვით უნდა დაიმსახუროს. ის თავის ცხოვრებას თავგანწირვის დაუსრულებელ ღვაწლად აქცევს, მაგრამ არა გულის სიუხვით, არამედ დეფიციტით. ეს, ჩემო მეგობრებო, ნამდვილი ვაჭრობა, სადაც ტყივილია ვალუტა. ადამიანი არსებითად ეუბნება შვილებს ან მეუღლეს. ნახეთ, რა ცუდად ვარ შენს გამო. ახლა შენ ვალში ხარ. უნდა გადამიხადო ყურადღებით, მორჩილებით და შენი სიცოცხლით. მაგრამ საიდუმლო, რომელიც ბრძენი ადამიანებისთვის ცხადდება, მარტივი და მკაცრია. სიყვარული საჩუქარია და არავალი. სიყვარულის ტანჯვით ყიდვა შეუძლებელია. როდესაც ცდილობ საყვარელი ადამიანებისთვის დანაშაულის გრძნობა დააკისრო, შენ მათ შენზე არაბამ, შენ ბორკილებს ადებ. დიახ, შეგიძლია ადამიანი ჯაჯვებით შეინარჩუნო ახლოს, მაგრამ ჯაჯვები ვერასდროს აიძულებს მათ გულწრფელად ჩაგეხუტოს. ბავშვები, რომლებიც ასეთი ფრაზების სიმძიმის ქვეშ გაიზარდნენ, ხშირად ან დედამიწის კიდემდე გარბიან თავისუფლად სუნთქვისთვის, ან რჩებიან, მაგრამ მუდმივად მტანჯველი დანაშაულის გრძნობით ცხოვრობენ, რაც მათ ბედნიერების საშუალებას არ აძლევს. და ეს არის ის, რაც მოსიყვარულე მშობელს სურს, რომ მისი შვილი მათ გამო იყოს უბედური. უფრო მეტიც, მოწამის პოზიცია თავად მოსაუბრეს ანადგურებს. როდესაც იმეორებთ, მე მხოლოდ შენთვის ვცხოვრობ, არსებითად უარს ამბობთ საკუთარ ცხოვრებაზე. თქვენი ბედნიერების პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების მხრებზე გადაიტანთ. და ეს ყველასთვის აუტანელი ტვირთია. ვერავინ გაგაბედნიერებთ, თუ მსხვერპლი გახდებით. ებრაული სიბრძნე ამბობს, რომ სასოწარკვეთა და ამქვეყნიური სიხარულის უარყოფა არ არის სიწმინდე, არამედ შემოქმედისადმი უმადურობა. თუ სიცოცხლე მოგეცათ, თვალებიცის სანახავად და ფეხები სიარულისთვის და მხოლოდ წუწუნებთ და იტანჯებით, ამ საჩუქარს უარყოფთ. ფიქრობთ, რომ ტანჯვით საკუთარ თავს ამაღლებთ, სინამდვილეში სიამაყის უფსკრულში ვარდებით, გჯერათ, რომ თქვენი სცენარი უკეთესია, ვიდრე ის, რაც თავად ცხოვრებამ მოგიმზადა. მინდა მოგიყვეთ ჩვენი ერთ-ერთი მეზობლის ისტორია. მას დეიდა ბერტა ერქვა. ეს მრავალი წლის წინ მოხდა, მაგრამ მის სახლში ატმოსფერო ისე ნათლად მახსოვს, თითქოს გუშინ ვიყავი მასთან სტუმრად. დეიდა ბერტა ძლიერი ქალი იყო, მაგრამ მის სახეზე ყოველთვის საყოველთაო მწუხარების ბეჭედი იდგა. როგორც ჩანს, არასდროს იღიმოდა მხოლოდ იმიტომ, თუ ვახშამს ამზადებდა, ამას ისეთი მძიმე ამოსუნთქვით აკეთებდა, რომ საჭმელი ყელში გეჭედებოდა. მისი ყველა საუბარი მზრუნველობით შენიღბული საყვედურისგან შედგებოდა. მას ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, იაკობი, 7 და კეთილი ბიჭი. და ყოველდღე ბერტა ახსენებდა მას დედობის ფასს. იაკობ, ამბობდა ის და ხელს გულზე იჭერდა, მეორედ არ გავთხოვილვარ, რომ მამინაცვალი არ გყოლოდა. ორ სამსახურში მუშაობდი, რომ საუკეთესო ფეხსაცმელი გქონოდა. ჯამრთელობა იმ ქარხანაში დავტოვე შენთვის. შენ კი, ისევ გვიანობამდე რჩებოდი მეგობრებთან ერთად. გინდა ჩემი სიკვდილი, მას ეგონა, რომ ამ სიტყვებით შვილს თავისთან აკავშირებდა, რომ ასე ასწავლიდა მადლიერებას, სინამდვილეში კი მათ შორის ყინულის კედელს აშენებდა. იაკობი დახრილი თვალებით იზრდებოდა. თავს მარადიულ მოვალედ გრძნობდა, გაკოტრებულად, რომელიც ვერასდროს გადაიხდიდა ამ დიდ დედობრივ ღვაწლს. ის სიყვარულს არ გრძნობდა, მხოლოდ სიმძიმეს გრძნობდა. მას ეჩვენებოდა, რომ დედის ტკივილის მიზეზი მისი არსებობა იყო. და როდესაც იაკობი 25 წლის გახდა, ის არა მხოლოდ სხვა ქალაქში, არამედ სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე წავიდა. იშვიათად წერდა, კიდევ უფრო იშვიათად ურეკავდა. დეიდა ბერტა მთელი დღე შესასვლელთან სკამზე იჯდა და ტიროდა, ყველა მეზობელს ეუბნებოდა. აი, მადლიერება თქვენთვის. მე მას ჩემი სიცოცხლე, ყველაფერი ბოლო წვეთამდე მივეცი და მან მიმატოვა. ჭეშმარიტად ამბობენ, რომ წყალს არავინ მომიტანს. მას გულწრფელად არ ესმოდა, რატომ მოხდა ეს. ბოლოს და ბოლოს მან ძალიან სცადა, რომ იდეალური მსხვერპლი დედა ყოფილიყო. ერთ დღეს ბაბუაჩემი მის გვერდით გაიარა, გაჩერდა, მოისმინა მისი გოდება, მაგრამ არაფერი უთხრა. მისი გული სიმართლისთვის დახურული იყო. მაგრამ როდესაც წავედით, მან ჩუმად მითხრა, იოსებ, შეხედე და გაიხსენე. ბერტას სურდა შვილის სიყვარულის ყიდვა თავისი ტანჯვით.
ყოველდღე უხდიდა ანგარიშს სუპისთვის, უძილო ღამეებისთვის, თავისი ავადმყოფობისთვის. მაგრამ სიყვარული არ იყიდება. იაკობი არ წავიდა იმიტომ, რომ ცუდი შვილია. წავიდა იმიტომ, რომ მის გვერდით იხჩობა. მას სჭირდებოდა დედა ცოცხალი, მხიარული, მოსიყვარულე და არა კრედიტორი, რომელიც ვალის ქვითარს ცხვირწინ აქნევს. ამ მაგალითმა სამუდამოდ მასწავლა. თუ გსურთ, რომ საყვარელი ადამიანები ახლოს იყვნენ, გახდით მათთვის სინათლის წყარო და არა დანაშაულის გრძნობის წყარო. ადამიანები სითბოსკენ ისწრაფვიან და არა იქ, სადაც წარსულისთვის გადახდა მოეთხოვებათ. შეწყვიტეთ მოწამეობა. მიეცით საკუთარ თავს უფლება, უბრალოდ ბედნიერი ადამიანები იყოთ. და ნახავთ, როგორ მოინდომებენ თქვენი შვილები და შვილიშვილები თქვენთან ყოფნას იძულების გარეშე. მესამე, დევალვაციის ფრაზები. ეს არის მზეზე ლაქების ძიების ჩვევა. ეს არის საოცარი, საშინელი ადამიანური უნარი, მიიღოს ბედის ნებისმიერი საჩუქარი, იქნება ეს გემრიელი ვახშამი, ბავშვის წარმატება თუ მზიანი დღე და მაშინვე ადგილიდან განძრევის გარეშე გადააქციოს ის რაღაც ნაცრისფერ, წვრილმან და უმნიშვნელოდ. თქვენ აუცილებლად შეხვედრი ხართ ასეთ ადამიანებს და შესაძლოა ხანდახან თავადაც შენიშნეთ ამის კეთება. აი, ეს გამოთქმები. კეცუდი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. იცინის, ფრთხილად, მოგვიანებით იტირებ. ოფ, ეს ყველაფერი ქიმიკატებია. აღარაფერი ბუნებრივი აღარ არსებობს. დიდი საქმეა, მიღწევა. ახლა მეზობლის შვილი, ეს რაღაცაა. რა არის ამ სიტყვების ეშმაკური ძალა? საიდუმლო ის არის, რომ დევალვაცია მშიშარა გულის დაცვაა. ადამიანს იმდენად ეშინია იმედგაცრუების, რომ წინასწარ გადაწყვეტს საკუთარი თავის იმედგაცრუებას. მათ ეჩვენებათ, რომ თუ ძალიან ხმამაღლა არ გაიხარებენ, თუ მაშინვე იპოვიან ნაკლს, მაშინ ცხოვრება ვერ შეძლებს მათ ძლიერად დარტყმას. ეს ყოვლის შემძლესთვის თქმის ერთგვარი გზაა. მე შენს საჩუქარს სერიოზულად არ აღვიქვამ, ამიტომ ვერ წამართმევ მას. მაგრამ ასეთი დაცვის ფასი მარადიული სიჭაობაა. როდესაც ამბობ კი, მაგრამ მადლიერებას ჯვარს ადებ. ძველი ებრაული სიბრძნე კი ამბობს. სიხარული არ მოდის იმ სახლში, სადაც არ იციან როგორ თქვან მადლობა. ადამიანი, რომელიც ყველგან ეძებს ნადავლს, საბოლოოდ პოულობს მას, მაგრამ ყველაფერს კარგავს. ისინი დეგუსტატორს გვანან, რომელიც ღვინით ტკბობის ნაცვლად მასში საცობის გემოს ეძებს. და მაშინაც კი, თუ ღვინო ღვთაებრივია, ისინი მაინც იტყვიან. ჩიქა საკმარისად გამჭვირვალე არ იყო. განსაკუთრებით საშინელია ფრაზად იცინის, მერე იტირებ. ეს უძველესი ბნელი ცრურწმენული შიშია, რომელიც ფიზიკურ დონეზე ბედნიერებას კრძალავს. ადამიანი იწყებს დაჯერებას, რომ ღიმილის ყოველი წუთისთვის ცრემლებით უნდა გადაიხადოს და ირჩევს საერთოდ არ გაიღიმოს, რათა პრობლემები არ შექმნას. ისინი დარტყმის მარადიულ მოლოდინში ცხოვრობენ და მათთვის ცხოვრება სასჯელის მოსაცდელ ოთახად იქცევა. და ისეთი ფრაზები, როგორიცაა ეს ყველაფერი ქიმიკატებია, ან ახლა ყველაფერი ცუდად მზადდება სადღესასწაულო სუფრაზე, ეს არ არის მხოლოდ წუწუნი, ეს არის ხვებზე მაღლა აწევის საშუალება. მომხსენებელი არსებითად აცხადებს. თქვენ ყველანი გულუბრყვილო სულელები ხართ, რომლებიც ამ საჭმელზე ხარობთ და მხოლოდ მე ვიცი სიმართლე. მე უფრო ჭკვიანი ვარ, არს ვხედავ. ეს არის სიამაყე, რომელიც ცნობიერების ნიშნით არის შენიღბული. სინამდვილეში კი ასეთი ადამიანი უბრალოდ წამლავს ჰაერს თავის გარშემო. საყვარელ ადამიანებს ართმევს კომუნიკაციისა და კვების სიამოვნებას. მოდით, მოგიყვებით ისტორიას ჩემი ბაბუის ერთ ნაცნობზე. მისი სახელი იყო მენდელი. ჩვენს ქალაქში ყველა იცნობდა მას. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი ცდილობდა მისგან თავის არიდებას. თუმცა ის საკმაოდ კეთილი ადამიანი და საკმაოდ განათლებული იყო. მენდელი საათების ოსტატი იყო, მაგრამ მას სულის ერთი საშინელი ნაკლი ჰქონდა. ის ცხოვრების პროფესიონალი კრიტიკოსი იყო. ერთხელ მე და ჩემი ბაბუა, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები, ჩვენი მცხოველის ქალიშვილის ქორწილში დაგვპატიჟეს. ეს დიდი მოვლენა იყო. მცხოველმა, ფართო სულის კაცმა, მაგიდები პირდაპირ ბაღში გაშალა. თეთრი სუფრები მზეზე ბრწყინავდა. ახლად გამომცხვარი ჩალას სუნი ყვავილების სურნელს ერწყმოდა. მუსიკოსები ისე უკრავდნენ, რომ ფეხები ცეკვას გთხოვდა. ხალხი იცინოდა, ახალდაქორწინებულებს ულოცავდა, ღვინოს სვამდა. თითქოს ჰაერი ბედნიერებით იყო გაჟღენთილი. შემდეგ კი მენდელთან ერთად ერთ მაგიდასთან აღმოჩნდით. დავინახე, როგორ ათვალიერებდა ამ ნადიმს. ღიმილის ნაცვლად ტუჩები მოკუმა, მაგიდიდან მწიფე ლამაზი ვაშლი აიღო, ხელში მოიქცია და ხმამაღლა, ისე რომ ყველა მეზობელმა გაიგონა, თქვა, ლამაზი სანახავია არა?
მაგრამ გესმით, რომ ახლა ყველაფერს შხამს ასხურებენ, რომ ბრწყინავდეს. შიგნით ნამდვილად ლპობა ან სიცარიელეა. ჩვენს დროში ნამდვილ ვაშლებს ვეღარ იპოვით. ვიღაცამ ახლოს ღეჯვა შეწყვიტა. მოპირდაპირე ქალის სახიდან ღიმილი გადაეფინა, მაგრამ მენდელი არ გაჩერებულა. როდესაც თევზი დიასახლისის სიამაყე გამოიყვანეს, მან ნაჭერი გასინჯა და ამოიოხრა. თე ცუდი არ იყო, მაგრამ მარილი დაზოგეს. დეიდა ცილისთან მისი თევზი რაღაც იყო. ეს თევზი იყო და ეს უბრალოდ იმიტაციაა. შემდეგ მუსიკა ჩაირთო და ახალდაქორწინებულები ცეკვაზე წავიდნენ. პატარძალი ლამაზი იყო, თვალები სიყვარულით უბრწყინავდა. მენდელმა შეხედა მათ, თავი გააქნია და წარმოთქვა თავისი დამახასიათებელი ფრაზა. კარგი, იცეკვონ. ახლა ისინი ბედნიერები არიან, მაგრამ 5 წელიწადში მინდა ვნახო. ყოველდღიური ცხოვრება ნებისმიერ სიყვარულს შთანთქავს. ისინი ძალიან ადრე ხარობენ, ჯერ არ უგრძვნიათ სიცოცხლის სუნი, მის გარშემო სიჩუმის ზონა ჩამოყალიბდა. ახლოს მსხდომი ხალხი თითქოს დაბნელდა. საჭმელი უგემური ჩანდა, მუსიკა ძალიან ხმამაღალი, ხოლო ახალდაქორწინებულთა სიხარული გულუბრყვილო და მყიფე. ერთმა სიტყვამ, რომელიც ექსპერტის თავდაჯერებულობით იყო ნათქვამი, ათეული ადამიანისთვის ზეიმი მოწამლა. მენდელი კმაყოფილი იჯდა, თავს ამ მაგიდასთან ყველაზე ჭკვიანად გრძნობდა, რადგან სიმართლეს ხედავდა. შემდეგ ბაბუაჩემი, რომელიც მანამდე ჩუმად უსმენდა, მისკენ დაიხარა. მან საყვედური არ დაუწყო. მან ჩუმად, მაგრამ მტკიცედ თქვა, მენდელ მითხარი, რატომ პოულობს ბუზი, რომელიც ყველაზე ლამაზ ყვავილების ველსაც კი გადაფრენს, ყოველთვის ერთ გროვას მიწას. და ფუტკარიც კი ქალაქის ნაგავსაყრელზე იპოვის ერთ ყვავილს, მენდელი გაოცდა. թե რას ამბობ ისააკ, საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ყველა პოულობს იმას, რასაც ეძებს. შენ სიყვარულის დღესასწაულზე მოხვედი და ვაშლებში მარილისა და ნიტრატების ნაკლებობა აღმოაჩინე. გონია, რომ გემოვნების მცოდნე ხარ? არა. შენ უბრალოდ უბედური ადამიანი ხარ, რომელიც შიმშილით კვდება ნადიმზე, რადგან ჯამა აკრძალე. შენ არ გუპარავ სიხარულს, მენდელ. ხვალ შენ სიტყვებს დავივიწყებთ და გავაგრძელებთ ცხოვრებას. შენ თვითონ იპარავ მას. მენდელი მაშინ განაწყენდა და წავიდა. მაგრამ ეს გაკვეთილი მთელი ცხოვრება მახსოვდა. მენდელის ცხოვრება სამწუხაროდ დასრულდა. ის სრულიად მარტო დარჩა. არა იმიტომ, რომ ცუდი ხელოსანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მის გვერდით სუნთქვა შეუძლებელი იყო. ის სიხარულის ჟანგბადს ნებისმიერი წამიდან იწოვდა. ნუ იქნები მენდელის მსგავსი. თუ ვინმე ვაშლს მოგცემს, შეჩამე და მადლიერი იყავი სიტყვისთვის. თუ მუსიკა უკრავს, იცეკვე 10 წელიწადში იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რა მოხდება. ნუ ეძებთ, მაგრამ სიქ, სადაც პერიოდი უნდა იყოს. რადგან კარგის დანახვის უნარი გულუბრყვილობა კი არა, ნამდვილი სიბრძნეა, რაც ცხოვრებას გემრიელს ხდის. მეოთხე, ცრუ დაკავებულობის ფრაზები. ეს ალბათ ყველაზე მზაკრული ხაფანგია, რომელსაც თანამედროვე სამყარო აწყობს და ჩვენ, ზრდასრულები, გასაოცარი მზადყოფნით ვარდებით მასში. მოусმინეთ ამ ზუზუნს. ამისთვის დრო არ მაქვს. թե როცა ჩემს საქმეებს მოვაგვარებ, მაშინ ვისაუბრებთ, ამაღლებულ საკითხებზე ფიქრისთვის დრო არ მაქვს. ოჯახი მყავს გამოსაკვებად. ახლა ძალიან დაკავებული ვარ. მოგვიანებით ვისაუბროთ. ეს სიტყვები გამართლებასავით ჟღერს, თუნდაც მამაცობასავით. ადამიანი, რომელიც მათ წარმოთქვამს, თავს მნიშვნელოვნად, საჭიროდ, შეუცვლელად გრძნობს. მათთვის ეჩვენებათ, რომ ისინი ატლასები არიან, რომლებიც მხრებზე ციურ სფეროს უჭირავთ და თუ ერთი წუთითაც კი გაჩერდებიან, სამყარო ჩამოინგრევა. მაგრამ თაობიდან თაობაზე გადაცემული სიბრძნე საპირისპიროს გვეუბნება. თუ ძალიან დაკავებული ხარ საცხოვრებლად, მაშინ არასწორი საქმეებით ხარ დაკავებული. ამ ფრაზების მიღმა დამალული საიდუმლო საშიშია თავისი სიმარტივით. ხშირად ჩვენი გიჟური დაკავებულობა აუცილებლობა კი არა, გაქცევაა. ეს დუმილის შიშია. ჩვენ გვეშინია გაჩერების, რადგან დუმილში მოგვიწევს შევხვდეთ საკუთარ თავს, ჩვენს სინდის, ჩვენს ნამდვილ სურვილებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დავმარხეთ და კითხვებს, რომლებზეც პასუხები არ გვაქვს. უფრო ადვილია სირბილი, უფრო ადვილია ამ შინაგანი ხმის ჩახშობა დავალებების, ზარებისა და შეხვედრების ხმაურით. როდესაც ბავშვს ან ხანდაზმულ მშობელს ეუბნებით. დრო არ მაქვს, სინამდვილეში ამბობთ. შენ ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი არ ხარ, როგორც ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მაგრამ ეს თვითმოტყუებაა. დავალებები, რომლებსაც უკან ვმალავთ, ყველაზე ხშირად მტვერია.
ერთ წელიწადში თქვენ ვერც კი გაიხსენებთ, რას აკეთებდით იმ სამშაბათს, როცა უარი თქვით შვილთან ერთად გასეირნებაზე. მაგრამ თქვენს შვილს გაახსენდება, რომ მამა იქ არ იყო. არსებობს დიდი ილუზია, რომელსაც სულელები სჯერათ. ყველა ჩემს საქმეს დავასრულებ და შემდეგ ნამდვილი ცხოვრება დაიწყება. ჩემო ძვირფასებო, გახსოვდეთ, საქმეები მხოლოდ ერთ მომენტში მთავრდება, როდესაც ისინი ადამიანის შესახებ ხსოვნის ლოცვას კითხულობენ. ამ მომენტამდე ყოველთვის იქნება საქმეები. ისინი მდინარეში წყალს ჰგვანა. ერთი ტალღა მიდის, მეორე მოდის. თუ ელოდებით მდინარის დაშრობას, რათა მეორე ნაპირზე გადახვიდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან, მარადიულობას დაელოდებით. ბრძენი ადამიანი არ ელოდება საქმეების დასრულებას. მათ იციან, როგორ გავიდნენ ამ ნაკადიდან ნაპირზე, რომ გაშრონ და ჩაეხუტონ მათთვის ძვირფას ადამიანებს. ფრაზად მე ოჯახი მყავს გამოსაკვებად, რომელსაც მამაკაცები ხშირად იყენებენ ცოლებთან და შვილებთან გულწრფელი საუბრებისგან თავის დასაცავად, ასევე ხაფანგია. ბურის ხეულისთვისაა საჭირო, ეს მართალია. მაგრამ ადამიანი ცხოველი არ არის. მხოლოდ ბური არ კმარა მათთვის. თუ ოქროს მოიტან, მაგრამ სითბოს არ მოიტან, შენი სახლი ცივი დარჩება. სულიერი სიზარმაცე ხშირად სამუშაო ჰოლიზმის ნიღაბს ქვეშ იმალება. უფრო ადვილია დამატებითი მონეტის შოვნა, ვიდრე 1 საათის დახარჯვა რთულ, გულწრფელ საუბარზე, კომფორტზე, სულის აღზრდაზე. მინდა მოგიყვეთ ამბავი ერთ კაცზე, სახელად ზალმანზე. ის ჩვენს გვერდით ცხოვრობდა, როცა მე უკვე მოზარდი ვიყავი. ზალმანი, როგორც ამბობენ, დიდი კაცი იყო როგორც სხეულით, ასევე საქმით. ხე-ტყით ვაჯრობდა. მთელმა ქალაქმა იცოდა, თუ საუკეთესო დაფები გჭირდება, ზალმანთან წადი. მაგრამ ზალმანის მშვიდად ნახვა შეუძლებელი იყო. ის ყოველთვის გარბოდა. ჯიბეები კუპიურებით ჰქონდა სავსე. თავში ციფრები უტრიალებდა და ხელები ყოველთვის ჯაჯუზე დამაგრებულ საათს ეთამაშებოდა. ზალმანს ჰყავდა ლამაზი ცოლი, რივკა და 3 შვილი, მაგრამ თითქმის არასდროს ხედავდა მათ. დილით ის მიდიოდა, როცა ისინი ჯერ კიდევ ეძინათ და ბრუნდებოდა, როცა ისინი უკვე ეძინათ. შაბათობით, როცა დასვენება და სულსა და ოჯახს უნდა დაუთმოდრო, ზალმანი მაგიდასთან იჯდა, მაგრამ თვალები დასიებული ჰქონდა. გონებაში კუბურ მეტრ ხე-ტყეს და მოგებას ითვლიდა. ერთხელ ბაბუაჩემი ქუჩაში შეხვდა. ზალმანი სადღაც გარბოდა და გამლელებს ძირს აგდებდა, გაცითლებული, ოფლიანი, გაცოფებული სახით. ბაბუამ გზა ხელჯოხით გადაუღობა. ზალმან გაჩერდი, თქვა ბაბუამ, სად გარბი ხარ, რომ უფროსაც კი არ მიესალმე, ოფ მაპატიერებ ჯოზეფ, ამოისუნთქა ზალმანმა და შუბლი მოიწმინდა, დრო არ არის, აბსოლუტურად დრო არ არის. მუხის ტვირთი იწვის, მომწოდებლები მელოდებიან, კონკურენტები ქუსლებზე მომყვებიან. ოჯახი უნდა გამოვკვებო, ბავშვებისთვის მომავალი უნდა ავაშენო. როცა ბიზნესს ფეხზე დავაყენე, ახალ საწყობს ავაშენებ, მაშინ დავისვენებ. ბაბუამ სევდიანად შეხედა და ჰკითხა, ზალმან, დარწმუნებული ხარ, რომ შენი მიზნისკენ გარბი ხარ და არა მის მიღმა, გამოცანების ამოხსნის დრო არ მაქვს, დაუქნია ხელი და გაიქცა. 10 წელი გავიდა. ზალმანი მართლაც აყვავდა. ის ამ ტერიტორიაზე ყველაზე მდიდარი ხე-ტყის ვაჩარი გახდა. მან უზარმაზარი სახლი ააშენა, რომელიც სასახლეს ჰგავდა. მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ის, რაც ყველას ემართება. დრომ თავისი კვალი დატოვა და მისი გული, რომელიც რბოლისგან დაიღალა, უკმაყოფილო დარჩა. ექიმებმა დააძინეს და მთელი თვის განმავლობაში ადგომა აუკრძალეს. მრავალი წლის შემდეგ პირველად ზალმანი ჩუმად აღმოჩნდა. ის თავის მდიდრულ საძინებელში იცვა და შვილების მოსვლას ელოდა. ფიქრობდა, ახლა ვისაუბროთ. ახლა მე მოვუყვები, როგორ ვეცადე მათთვის. ის ცდილობდა დაკარგული დროის ანაზღაურებას, მაგრამ დრო ერთადერთი საქონელია, რომლის ყიდვაც შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ მსოფლიოს ყველა ხე-ტყეს გაცვლი. 20 წლის განმავლობაში დაკარგული ნდობა 2 დღეში არ ბრუნდება. ამიტომ გთხოვთ, თქვენი ლექსიკიდან ამოიღეთ ფრაზა დრო არ მაქვს. დრო არსებობს. ზუსტად იმდენია, რამდენიც ხოვლისშემძლემ გაზომა. კითხვა მხოლოდ ისაა, თუ რაში ხარჯავთ მას. თუ დაკავებული ხართ, მაგრამ თვალები დაგიბინდათ და თქვენს შვილებს დაავიწყდათ, როგორ ჟღერს თქვენი სიცილი, მიატოვეთ ეს დავალებები, რადგან გზის ბოლოს არავის ახსოვს რამდენი ანგარიში წარადგინეს. მათ მხოლოდ თბილი ხელები და მშვიდი საღამოები ახსოვთ. ნუ იქნებით ზალმანის მსგავსი, რომელსაც სავსე საწყობი ჰქონდა, მაგრამ цаრიელი გული. იპოვეთ დრო დღევანდელი ცხოვრებისთვის. მეხუთე, აგრესიული თავდაცვის ფრაზები. თუ მსხვერპლის ფრაზები თანაგრძნობის ფარია, მაშინ ეს სიტყვები ეგლის ფარია. ადამიანი მათ ისე წამოჭრის, რომ არავინ,
თუნდაც საუკეთესო განზრახვით ვერ მიუახლოვდეს მათ სულს. თქვენ მათ ყველგან ისმენთ. ხშირად ისინი დაუმორჩილებლობით, დაძაბულობით და ზოგჯერ ცივი ამპარტავნებით ჟღერს. ნუ მასწავლი ცხოვრებას. მე თვითონ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ყველას თავისი სიმართლე აქვს. შენ ძალიან ბევრს ფიქრობ, მატერიალურად დაეხმარე და შენი რჩევა შენთვის შეინახე. მაგრამ ოთახში მხოლოდ ექთანი შემოვიდა. ბავშვები გაიზარდნენ. უფროსი ვაჟი დედაქალაქში სასწავლებლად წავიდა და მშრალი დეპეშა გაუგზავნა. გამოჯამრთელდი მამა, გამოცდები მაქვს, ვერ მოვალ. ძალიან დაკავებული ვარ. ქალიშვილი გათხოვდა და საკუთარი საზრუნავით ცხოვრობდა, ამბობდა, რომ როცა დრო ექნებოდა, მოვიდოდა. უმცროსი იმავე სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მამასთან მხოლოდ ფულის სათხოვნელად მოდიოდა. ზალმანი იცვა და უზარმაზარი, ცარიელი სახლის სიჩუმეს უსმენდა. მას არავინ ჰყავდა სალაპარაკო. მისმა მეუღლემ რივკამ, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მის არყოფნას იყო შეჩვეული, ისწავლა საკუთარი შინაგანი ცხოვრებით ცხოვრება, რომელშიც მას არ ჰქონდა გასასვლელი. შემდეგ ბაბუაჩემი მოვიდა მასთან სტუმრად. ის საწოლთან ჩამოჯდა და ხელჯოხს ეყრდნობოდა. ზალმანმა წამოიძახა. როგორ არის ეს, იკითხა მან. ყველაფერი მათთვის გავაკეთე. სიცოცხლეც არ დამიზოგავს. 4 საათი მეძინა. რატომ ვარ ახლა მარტო? რატომ არ აქვს დრო ჩემთვის? ბაბუამ ამოიოხრა და ისე უპასუხა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო პირდაპირ გულში. ზალმან, სარკეს ვერ განაწყენდები. ისინი მხოლოდ იმას ირეკლავენ, რაც შენ ასწავლე. შენ ასწავლე, რომ დავალებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები. შენ ასწავლე, რომ მომავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახლა. წლების განმავლობაში ეუბნებოდი მათ, შენთვის დრო არ მაქვს. ახლა ისინი გაიზარდნენ და იგივეს გეუბნებიან. შენ სახლის საუკეთესო მუხისგან ააშენე, მაგრამ სიყვარულით შეკვრა დაგავიწყდა. სიყვარულის გარეშე კი, ჩემო მეგობარო, სახლი უბრალოდ შეშაა. ზალმანმა კიდევ 5 წელი იცოცხლა, მაგრამ ეს წლები სამწუხარო იყო. რა არის ამ სიტყვების საშინელი ხაფანგი? აქ საიდუმლო ის არის, რომ აგრესიული დაცვა ყოველთვის ღრმა შინაგანი სისუსტისა და შიშის ნიშანია. ადამიანს სიმართლის ეშინია. მას ეშინია, რომ თუ რჩევას მოусმენს, თუ დაუშვებს იმ აზრს, რომ ცდება, მაშინ მისი მყიფე სამყარო, რომელიც საკუთარი სიდიადის ილუზიებზეა აგებული, დაინგრევა. როდესაც ამბობ, ნუ მასწავლი ცხოვრებას, სინამდვილეში ყვირი ხარ, არ მინდა განვითარება. მინდა ჩემს შეცდომაში დავრჩე, რადგან ეს ჩემთვის ნაცნობია. ეს არის ამაყი ადამიანის პოზიცია, რომელიც ტყეში დაკარგვას და გაყინვას ამჯობინებს, მაგრამ გამლელს არასდროს სთხოვს მითითებებს. ძველი სიბრძნე ამბობს, ვინც უარყოფს სწავლებას, სწულს საკუთარი სული. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ თავს გარედან ვერ ვხედავთ. ჩვენ გვჭირდება სხვა ადამიანის თვალები, როგორც სარკე. სარკის მუშტით გატეხვა, ნუ მასწავლი, სწახილი ყველაზე უსაფრთხო გზაა სამუდამოდ ჯუჯხიანი სახით დარჩენისთვის. ფრაზა, მე ვიცნობ საკუთარ თავს მარტოობის გზაა. სიტყვა, მე ამ კონტექსტში სიტყვა მარტოს სინონიმი ხდება. ბრძენმა ადამიანმა იცის, რომ მხოლოდ შეცდომების დაშვება შეუძლია და სიმართლისთვის რჩევა სჭირდება. და როდესაც ვინმე ამბობს, ყველას თავისი სიმართლე აქვს, ის ყველაზე ხშირად უბრალოდ ცდილობს გაამართლოს საკუთარი ტყუილი ან სიზარმაცე. სიმართლე ერთია, როგორც მზე. ჩვენ უბრალოდ სხვადასხვა მხრიდან ვუყურებთ მას. მაგრამ ის, ვინც სარდაფში იმალება თავისი პირადი სანთლის სიმართლით და უარყოფს მზეს, უბრალოდ ართმევს თავს სინათლეს. განსაკუთრებით საშიშია ფრაზა, შენ ძალიან ბევრს ფიქრობ, ან არ ხარ ჭკვიანი. ეს არის მცდელობა, დაამცირო სხვა, რათა თავად არ აიწიო ზემოთ. ეს არის ნაცრისფერის ამბოხი ფერის წინააღმდეგ. როდესაც ვინმე ამას გეტყვით, იცოდეთ, რომ ამ ადამიანს არ სურს თქვენს დონეზე ასვლა. მას სურს, რომ თქვენს დონეზე ჩაგიყვანოთ, სადაც არ გჭირდებათ ფიქრი, ანალიზი, უბრალოდ ინსტინქტებით ცხოვრება გჭირდებათ. მე მოგიყვებით ისტორიას ერთ კაცზე, სახელად გერშინზე. ის ჩვენს კვარტალში ცხოვრობდა და პატარა ფეხსაცმლის სახელოსნო ჰქონდა. გერშინი ოქროს ხელებიანი ოსტატი იყო, მაგრამ ხასიათით მძიმე, როგორც საფლავის ქვა. ის თვლიდა, რომ მისი გამოცდილება საბოლოო ჯამში სიმართლე იყო და მის საწინააღმდეგო ნებისმიერ სიტყვას პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა. გერშინი ბერდებოდა და მისი მხედველობა სუსტდებოდა. მან შეცდომების დაშვება დაიწყო, აქეთ-იქით არათანაბარ ნაკერს აკეთებდა, იქით არათანაბარ ქუსლს იკეთებდა. ხალხი, რომელიც პატივს სცემდა მის ჯაღარად მას და წარსულ ოსტატობას,
თავიდან ცდილობდა მასთან ნაზად საუბარი. ერთხელ მასთან მეზობელი, მადამ გოლდი, კეთილი ქალი, რომელიც მას 30 წელი იცნობდა, მივიდა. ფეხსაცმელი მოიტანა და გარკვეულწილად შერცხვენილმა უთხრა: გერშინ ძვირფასო, ბოლოჯერ ქუსლის საჭიროზე ოდნავ მაღლა აციე. ზურგი მტკივა. იქნებ უფრო ძლიერი სათვალე იყიდო, ან უფრო კაშკაშა ნათურა ანთო? ან ჩემს ძმის შვილს ვკითხო, ის უკეთეს განათებას გაგიკეთებს. გერშინი ალისფერი გახდა. ფეხსაცმელი სამუშაო მაგიდაზე დააგდო და ისე ხმამაღლა იყვირა, რომ ქუჩაშიც კი გაიგეს. ქალბატონო, ქუსლიან ფეხსაცმელს მასწავლი. როცა მაგიდის ქვეშ ძრომიალობდი, ხელში ჩაქუჩი მეჭირა. ნუ მასწავლი ცხოვრებას. მე თვითონ ვიცი, როგორ ვიმუშაო. ყველა ოსტატს თავისი სიმართლე აქვს. ჩემი სიმართლე კი ის არის, რომ ზურგი სიბერისგან გტკივა და არა ჩემი ქუსლებიდან. აიღე ფეხსაცმელი და წადი ვისთანაც გინდა. მადამ გოლდი ჩუმად წავიდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. არ სურდა მისი განაწყენება. სურდა დახმარებოდა. მაგრამ გერშინმა ეკლები გამოყო. ეს წლიდან წლამდე გრძელდებოდა. კლიენტები ცდილობდნენ მისთვის შეეთავაზებინათ. გერშინ ახლა სხვა ძირებს ატარებენ. გერშინ, ეს წებო კარგად არ ჯდება, ახალი გამოვიდა უკეთესი. ყველაფერზე მას ერთი პასუხი ჰქონდა. ჭკუას ნუიზამ 40 წელია ასე უმუშაობ. ის თავის სიმართლეს ციხესიმაგრესავით იცავდა და გაიმარჯვა. მან დაიცვა თავისი უფლება, არ შეცვლილიყო. მხოლოდ მისი ციხესიმაგრე დაცარიელდა. ხალხი მასთან აღარ მიდიოდა. არა იმიტომ, რომ ცუდი ადამიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მასთან ურთიერთობა შეუძლებელი იყო. არავის სურს ფულის გადახდა, რომ დახმარების მცდელობისთვის უყვირონ. გერშინის მაღაზია გაკოტრდა. ის მტვრიან სახელოსნოში იჯდა უპატრონო ფეხსაცმელს შორის, მარტო, ამაყი და ღარიბი. და მაშინაც კი იშვიათ გამლელებს ეუბნებოდა. დღესდღეობით ადამიანები სულელები გახდნენ, ისინი ვერ ხვდებიან ნამდვილ ხარისხს, მაგრამ მე არ დავმორჩილდი. მე საკუთარი თავის ერთგული დავრჩი. ჩემმა ბაბუამ, რომელმაც ეს ამბავი იცოდა, მაშინ მითხრა სიტყვები, რომლებსაც თქვენც გადმოგცემთ. გერშინი ფიქრობდა, რომ სიმართლე კედელია, რომლის უკანაც შეგიძლია დამალვა, მაგრამ სიმართლე კარია. თუ მას ჩაკეტავ, მე ვიცნობ საკუთარ თავს საკეტით, ვერც კეთილდღეობა, ვერც პატივისცემა და ვერც სიყვარული შემოვა შენში. ნუ იქნები გერშინის მსგავსი. როდესაც ვინმე რჩევას გაძლევს, თუნდაც ეს შენთვის უსიამოვნო იყოს, ნუ იჩქარებ ფარის მოხსნას და ნუ იყვირებთ, ნუ მასწავლი, ჩაისუნთქე, დაიმდაბლე შენი სიამაყე და იფიქრე. რა მოხდება, თუ ამ სიტყვებში არის მარცვალი, რომელიც დამეხმარება უკეთესი გავხდე. სიბრძნე იწყება იქ, სადაც მთავრდება ფრაზა მე თვითონ ყველაფერი ვიცი. მიეცი საშუალება სამყაროს გასწავლოს და არასდროს იქნები მარტოსული. მეექვსე ფრაზა ოცნებების დევალვაცია. მე მათ ოცნებების დევალვაციის ფრაზებს ან ფრთების მომჭრელ სიტყვებს ვუწოდებ. ისინი იმდენად ჩვეულებრივად, იმდენად ბრძნულად და პრაქტიკულად ჟღერს, რომ ხშირად მათ სიფრთხილით ვეკიდებით. ყურადღებით მოусმინე, გითხრეს ასეთი რამ? თიიყავი უფრო მარტივი და ხალხი შენკენ მიიზიდება, ჩამოდი ღრუბლებიდან დედამიწაზე. ჩვენ არ ვცხოვრობდით მდიდრულად, აზრი არ აქვს ახლა დაწყებას, ეს ჩვენთვის არ არის. ჩვენ პატარა ხალხი ვართ. ან უხეში, სად ადიხარ ამ სახით? რა არის ამ სიტყვების საშინელი საიდუმლო? რატომ არიან ისინი ასეთი საშიში? საქმე იმაშია, რომ ეს ფრაზები ღუზებია. მათი ამოცანაა, რომ ფსკერზე ნაცრისფერში დაგაკავონ იმ სტაბილურობაში, რომელიც უფრო ჭაობს ჰგავს, ვიდრე მხარმიწას. როდესაც ისინი გეუბნებიან, იყავი უფრო მარტივი, სინამდვილეში გთავაზობენ დამცირებას. ისინი გთავაზობენ, რომ უარი თქვა შენს სირთულეზე, შენს უნიკალურობაზე, შენს ნიჭზე, რათა გახდე მოსახერხებელი, როგორც ძველი, გაცვეთილი ჩუსტი. ჩემმა ბაბუამ თქვა, კაცი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად და ღმერთი უსასრულოდ რთულია. იყო მარტივი, როგორც ცარიელი ქოთანი, არ არის სათნოება, ეს არის შემოქმედის ჩანაფიქრის უარყოფა. რატომ გჭირდებათ, რომ ადამიანები მიიზიდონ თქვენკენ? მიეცით საშუალება მიიზიდონ თქვენკენ ისინი, ვისაც შეუძლია დააფასოს თქვენი სიღრმე და არა ისინი, ვისაც სჭირდება, რომ იყოთ ბრტყელი და გასაგები. მაგრამ ყველაზე დამანგრეველი ფრაზაა, ჩვენ არ ვცხოვრობდით მდიდრულად, აზრი არ აქვს ახლა დაწყებას. ან ეს ჩვენთვის არ არის. ეს არის წყევლა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს და თავის ოჯახურ ხაზს უყენებს. ამის თქმით, თქვენ ნებაყოფლობით უარს ამბობთ მსოფლიოს ყველა საჩუქარზე. თქვენ გარშემო უხილავ ღობეს აშენებთ და აბრას კიდებთ. არაფერი მჭირდება. და სამყარო, რომელიც პატივს სცემს თქვენს ნებას,
ნამდვილად წყვეტს თქვენთვის შესაძლებლობების მოცემას. ამას აზროვნების მემკვიდრეობითი სიღარიბე ეწოდება. რატომ გვეუბნებიან ხშირად ჩვენს გარშემო მყოფები, თუნდაც ახლობლები, ჩამოდი ღრუბლებიდან დედამიწაზე. ნუ თუ ისინი ნამდვილად გვისურვებენ ბოროტებას. საიდუმლო ის არის, რომ ყველაზე ხშირად მათ არა ზრუნვა, არამედ შიში და ფარული შური ამოძრავებთ. ეს არის კანონი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ ხმამაღლა. როდესაც ცდილობთ ფრენას, როცა მეტი გსურთ, თქვენ უნებლიეთ ცოცხალ საყვედურს ხდებით მათთვის, ვინც შეურიგდა მათ სიჩაღარეს. თქვენი წარმატება, თუნდაც პოტენციალი, აშინებს მათ. რადგან თუ წარმატებას მიაღწევთ, მათ მოუწევთ აღიარონ, რომ მათი წარუმატებლობა არ არის ბოროტი ბედისწერა, არამედ მათივე არჩევანია, რომ არაფერი გააკეთო. ამიტომ მათთვის უფრო ადვილია, ფეხი ჩაგითრიონ ნაცნობ ჭაობში და გითხრან: ჩუმად იჯექი, ნუ გამოყვები. ჩვენც იგივეები ვართ, რაც შენ და ეს ჩვენთვის არ გამოგვივიდა, ამიტომ არც შენთვის გამოვა. ეს არის ფსიქოლოგია, რომელიც კიბორჩხალების ვედროსავით მუშაობს. ერთი ცდილობს გამოსვლას, დანარჩენები კი უკან იხევენ. მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელმაც მრავალი წლის წინ გული გამიხეთქა. ჩვენს თემში ცხოვრობდა ახალგაზრდა კაცი, სახელად მოტლი. მოტლს ღვთისგან ნიჭი ჰქონდა. ყველაფერში მუსიკას ისმენდა. ვიოლინოზე უკრავდა ისე, რომ ბაზარში მკაცრი ვაჭრებიც კი ჩერდებოდნენ და ცრემლებს იწმენდნენ. ხელში მშვილდი მისი სულის გაგრძელება იყო. მოტლი ოცნებობდა დედაქალაქში წასვლაზე, კონსერვატორიაში შესვლაზე და დიდ ორკესტრში დაკვრაზე. ის ამ ოცნებით იწვოდა. მისი თვალები ბრწყინავდა, როდესაც დიდ დარბაზებსა და დიდ მუსიკაზე საუბრობდა. მაგრამ მოტლს ბიძა ჰყავდა, გარდაცვლილი მამის ძმა. მისი სახელი იყო ხაიმი. ხაიმი მიწიერი კაცი იყო, ხორცის მაღაზია ჰქონდა და ამაყობდა, რომ უბრალო და მყარი ადამიანი იყო. ხაიმი გულწრფელად სჯეროდა, რომ ვიოლინო სისულელე იყო, რომელიც ოჯახს ვერ გამოკვებავდა. ყოველთვის, როცა მოტლი თავის ოცნებაზე საუბარს იწყებდა, ხაიმი მძიმედ ამოიოხრებდა, მძიმე ხელისკულს მაგიდაზე ურტყამდა და სწორედ ამ ფრაზებს იმეორებდა: მოტლ, ჩამოდი ღრუბლებიდან დედამიწაზე, შეხედე შენს თავს, შეხედე ჩვენ. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ პატარა ქალაქიდან უბრალო ხალხი ვართ. დედაქალაქში ჩვენნაირ ადამიანებს კარშიც კი არ უშვებენ. იქ კავშირები, ფული, საფრიალებელი გჭირდება. და რა გაქვს, გაცვეთილი პერანგი და თავში ქარი? ეს ჩვენთვის არ არის, მოტლ. გადააგდე ეს სისულელე, უფრო მარტივი იყავი. აი, ისწავლე გვამების დაჯრა. ეს ხელობა ყოველთვის მოგცემს პურის ნაჯერს, მაგრამ მუსიკით ვერ გამოკვები. ჩვენ არისტოკრატებივით არ ვცხოვრობდით. აზრი არ აქვს ხალხის გაცინებას. ხაიმმა ეს თავდაჯერებულად, ხმამაღლა, უფროსისა და ბრძენის პოზიციიდან თქვა და წყალი ქვას აცლის. მოტლის თვალებში შუქი თანდათან ქრებოდა. ეჭვი შეეპარა. სჯეროდა, რომ პატარა ადამიანი იყო, რომ დიდი სამყაროს ღირსი არ იყო. თავისი ოცნებების შერწყვა. საბოლოოდ მოტლი დედაქალაქში არ წავიდა. ბიძას უსმენდა. ვიოლინო გვერდზე გადადო და ყასპის მაღაზიის დახლს უკან დადგა. უფრო მარტივი გახდა. ყველას დაემსგავსა. წლები გავიდა. მოტლი მსუქან, მძიმე კაცად იქცა ჩამქრალი მზერით. ხორცს ჯრიდა, მონეტას შოულობდა, მაგრამ არასდროს იღიმოდა. მის ვიოლინოს კარადაზე მტვერი დაეკრიფა და სიმები ლტოლვისგან გასკდა. ერთხელ, როდესაც მე და ბაბუაჩემი მაღაზიაში შევჩერდით, რომ არდადეგებზე ხორცი გვეყიდა, მოტლი ისეთი სასტიკი ძალით ჯრიდა ძვლებს, თითქოს მტერს ებრძოდა. ბაბუამ მას შეხედა, შემდეგ ბიძია ხაიმს, რომელიც კუთხეში კმაყოფილი იჯდა და როცა წამოვედით, მწარედ მითხრა: ჯოზეფ, შეხედე ამ ტრაგედიას. ხაიმს ჰგონია, რომ ძმის შვილი შიმშილისგან იხსნა. სინამდვილეში კი მასში მყოფი ადამიანი მოკლა. ხაიმმა მოტლს ფრთები არა იმიტომ მოაჯრა, რომ ეშინოდა, რომ მოტლი არ დაეცემოდა და არ გატყდებოდა. არა. ხაიმს ეშინოდა, რომ მოტლი გაფრინდებოდა, რადგან ძმის შვილი რომ აფრინებულიყო, ხაიმს თავი უნდა აეცია და ენახა, რამდენად დაბლა ზის თავად. მოტლი ადრე გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. ექიმებმა ავადმყოფობა უთხრეს, მაგრამ ბაბუაჩემმა თქვა: უგალობელმა სიმღერამ შიგნიდან დაგლიჯა. ამიტომ გთხოვთ, ყურები დახუჭეთ, როცა გაიგებთ, რომ ეს ჩვენთვის არ არის. გაიქეცით მათგან, ვინც ამბობს, იყავით უფრო მარტივები. არავის მისცეთ უფლება, თუნდაც ყველაზე ახლობელს, თქვენი ბედი თავისი მოკლე საზომით გაზომოს. თუ თქვენ გაქვთ ოცნება, ეს ნიშნავს, რომ ყოვლისშემძლემ უკვე მოგცათ ძალა, რომ ის განასახიეროთ. ნუ უღალატებთ მას იმისთვის, რომ მეზობლებმა მშვიდად იძინონ თავიანთ ნაცრისფერში.
თქვენ უფრო მარტივად დაბადებით იმსახურებთ ამას. მეშვიდე ფრაზა ბედნიერების პირობები. თუ წინა ფრაზები ქვებს ჰგავდა, რომლებსაც ვბორძიგდებით, მაშინ ეს სიტყვები მირაჟია. ეს არის ნისლი, რომელშიც ადამიანს შეუძლია ათწლეულების განმავლობაში იხეტიალოს, იფიქროს, რომ ოაზისისკენ მიდის, სინამდვილეში კი წრეზე დადის მშრალ უდაბნოში. მე ამ ჯგუფს ბედნიერების პირობების ან მომავლის ილუზიების ფრაზებს ვუწოდებ. თქვენ მათ მუდმივად გესმით. ისინი იმედის მსგავსია, მაგრამ ჭიაყელას გემოაქვთ. ნეტავ მისი ფული მქონდეს, ნამდვილად ვიცხოვრებდი, ბალახი უფრო მწვანეა იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. ორშაბათიდან აუცილებლად, როდესაც დედაქალაქში ან სხვა ქვეყანაში გადავალ, მაშინ ყველაფერი შეიცვლება. როდესაც წონაში დავიკლებ, გავთხოვდები, განქორწინდები, მაშინ ბედნიერი ვიქნები. რა არის ამ ფრაზების ეშმაკური ეშმაკობა? საიდუმლო იმაშია, რომ მათი წარმომთქმელი ადამიანი ღმერთს პირობებს უწესებს. ისინი შემოქმედთან ვაჯრობენ. ისინი ამბობენ, უფალო, მე უარს ვამბობ დღეს ბედნიერებაზე იმ გარემოებებში, რომლებიც შენ მომეცი. ჩემი სიხარული დაბლოკილია და მისი გასაღები მომავალშია, რომელიც ჯერ არ არსებობს. ეს უდიდესი თვითმოტყუებაა. სულელი ადამიანი დრაფტის რეჟიმში ცხოვრობს. მათ ეჩვენებათ, რომ ახლა ისინი მხოლოდ რეპეტიციას ატარებენ, წერენ კიდეებზე, იტანენ. და ნამდვილი, ნათელი, არომატული ცხოვრება მოგვიანებით დაიწყება, როდესაც ვარსკვლავები გასწორდებიან, როდესაც ამინდი შეიცვლება, როდესაც დიდი ფული მოვა. მაგრამ სიბრძნე, რომელიც დედის რძით შევიწოვე, ამბობს. ბედნიერება არ არის დანიშნულების ადგილი, სადაც ბილეთის ყიდვით შეგიძლია მისვლა. ბედნიერება მოგზაურობის საშუალებაა. თუ ხის სკამზე ჯდომით ვერ გაიხარებ, ოქროს ტახტზე ჯდომითაც ვერ გაიხარებ. რატომ? იმიტომ, რომ ტახტი შეიცვლება, მაგრამ შენ იგივე დარჩები. ფრაზად ბალახი უფრო მწვანეა იქ, სადაც ჩვენ არ ვართ მარადიული მიგრანტების ჰიმნია. იცით, რატომ არის იქ კარგი? ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ იქ არ ვართ. ჩვენ ჯერ არ მოგვიტანია იქ ჩვენი უკმაყოფილება, შური, შიშები და სიცარიელე. როგორც კი იქ ჩავალთ, იქ იქცევა და ისევ ცუდად იქცევა. სულელი თავის თავს ისე ატარებს, როგორც ლოკოკინა თავის ნიჟარას. სადაც არ უნდა გაიქცეს, თან მოაქვს თავისი პრობლემები, მძიმე ხასიათი და ღრუბლიანი სათვალე, რომლითაც სამყაროს უყურებს. და ფრაზა ორშაბათს დავიწყებ. ეს ზარმაცი სულის ყველაზე მოკლე და სევდიანი ლოცვაა. ჩემმა ბაბუამ თქვა, ხოვლის შემძლეს ორშაბათები არ აქვს. მას მხოლოდ მარადიული ახლა აქვს. ორშაბათი ადამიანებმა გამოიგონეს, რათა ჰქონდეთ კანონიერი უფლება. კიდევ 7 დღის განმავლობაში არ იყვნენ საკუთარი თავი. ორშაბათის ლოდინი საკუთარი თავისგან სიცოცხლის ქურდობაა. თქვენ იპარავთ კვირას, შაბათს, პარასკევს, მათ მხოლოდ ლოდინის დროდ თვლით. მაგრამ ვინ დაგბირდათ, რომ ეს ორშაბათი დადგება? განსაკუთრებით დამანგრეველია ფრაზა ნეტავ მქონდეს ის, რაც მას აქვს. ეს შურის შხამია, რომელიც სიზმარად იქცევა. ადამიანი უყურებს სხვის ფასადს, სხვის წარმატებას და ფიქრობს, რომ სხვის ფულთან ერთად სხვის ღიმილსაც მიიღებს. მაგრამ ავიწყდება, რომ ყველა სიმდიდრეს თავისი ჩრდილი აქვს. თუ სხვის სიცოცხლეს მიიღებდი მის უძილობას, მის შიშებს, მის დაავადებებს და მის ფარულ მწუხარებას. მინდა მოგიყვეთ ჩვენი ქალაქიდან ერთ კაცზე. მისი სახელი იყო ფიშელი. ეს ამბავი ჩვენს ოჯახში დღემდე გაკვეთილად გადაეცემა. ფიშელი მკერავი იყო და არც ისე ცუდი. მას ჰქონდა საკუთარი პატარა სახლი, ერთგული ცოლი სარა, 2 ჯამრთელი შვილი და სამუშაო, რომელიც პურსა და კარაკს აძლევდა. როგორც ჩანს, იცოცხლა და გაიხარა. მაგრამ ფიშელი არ ცხოვრობდა, ის ელოდა. მთელი ცხოვრება ფიშელი ქრონიკული ხვალინდელი ბედნიერების სინდრომით იტანჯებოდა. როდესაც ახალგაზრდა იყო, ამბობდა, ახლა ვიწროა, ბავშვები ტირიან, ფული ცოტაა, მაგრამ როცა ცენტრში საკუთარ სახელოსნოს გავხსნი, მაშინ ნამდვილად ვიცხოვრებ. მან სახელოსნო გახსნა, მაგრამ ბედნიერება არ მოსულა. ფიშელი პირქუში დადიოდა და ამბობდა, სახელოსნო არსებობს, მაგრამ სახლი ძველია, სახურავიდან წყალი ჟონავს. რა სიხარულია ამაში? როცა ორსართულიან ქვის სახლს ავაშენებ, მოსამსახურეებს დავიქირავებ, მაშინ გავიღიმებ. ის შეპყრობილივით მუშაობდა, ვერ ხედავდა, როგორ იზრდებოდნენ ბავშვები. ძილის წინ ცოლს არ კოცნიდა, რადგან ძალიან დაღლილი და გაღიზიანებული იყო. ბოლოს და ბოლოს ის ბედნიერებას აშენებდა. ასე აშენდა სახლი, დიდი, ქვის, ლამაზი. სარამ სადღესასწაულო სუფრა გაშალა, მაგრამ ფიშელი მჟავე სახით იჯდა. ისევ რა ხდება, ფიშელ? იკითხა მისმა ცოლმა.
სარა, ამოიოხრა მან, ეს რა სახლია? ჩვენს პატარა ქალაქში სასიკვდილო მოწყენილობაა, ჭუჭხი, ჯორაობა, არანაირი კულტურა. ნეტავ დედაქალაქში გვეცხოვრა, იქ ოპერაა, ბულვარებია, კეთილშობილი ხალხია. როცა დედაქალაქში გადავალთ, მაშინ აუცილებლად ბედნიერი ადამიანი გავხდები. იქ ჰაერი სხვანაირია და ფიშელმა ისევ დაიწყო რბოლა. მან დაზოგა. მან ყველაფერი დაზოგა. მან გაყიდა სახლი, გაყიდა სახელოსნო. სარა ტიროდა, არ სურდა მშობლების საფლავებისა და მეგობრების დატოვება, მაგრამ ფიშელი ურყევი იყო. թե იქ კარგად იქნება, გაიმეორა მან შელოცვის მსგავსად. 20 წელი გავიდა. ფიშელმა მიაღწია თავის მიზანს. ისინი დედაქალაქში ცხოვრობდნენ მდიდრულ ბინაში, ცენტრალური მოედნის ხედით. მას ჰქონდა ფული, სტატუსი, ძვირადღირებული ტანსაცმელი. ერთხელ ჩემი ბაბუა დედაქალაქში წავიდა საზოგადოებრივი საქმეებით და გადაწყვიტა თავისი ძველი ნაცნობის მონახულება. მან ფიშელის მისამართი იპოვა, მარმარილოს კიბეებზე ავიდა, ოქროს სახელურიანი ზარი დარეკა. კარი მოხუცმა კაცმა გააღო. ეს ფიშელი იყო, მაგრამ მისი ამოცნობა რთული იყო. მის სახეზე უკმაყოფილების ღრმა ნაოჯები იყო ამოკვეთილი. თვალები ჩაუვარდა, მხრები ჩამოშვებული. ხავერდის სავარძლებსა და ნახატებს შორის მდიდრულ მისაღებ ოთახში სიხარულის კი არა. წამლისა და სევდის სუნი იდგა. სარა კუთხეში იჯდა, ჩუმად და გამჭვირვალედ, როგორც ჩრდილი. ისინი ჩაის დასალევად დასხდნენ. ჩაი ძვირი იყო, მაგრამ საუბარი არ წარიმართა. ფიშელი ჩუმად იყო, მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა და ჩიქაში კოვზი მოურიე, რამაც გამაღიზიანებელი ჩხაკუნი გამოიწვია. թե როგორ ხარ, ფიშელ? ჰკითხა ბაბუამ, ყველაფერი მიაღწიე, რაზეც ოცნებობდი. დედაქალაქში ხარ, მდიდარი ხარ, ბედნიერი ხარ. ფიშელმა ცრემლებითა და ბრაზით სავსე თვალები ასწია და უცებ ძვირადღირებულ მაგიდას მუშტი დაარტყა. ბედნიერი, ისაკ, დამცინი, შეხედე ამ ქალაქს. ხმაური, აურზაური, ჭუჭხი. აქ ხალხი მგელია. ყველას მხოლოდ შენი ფული სჭირდება. მეზობლები არ გესალმებიან. საშინელი ამინდია. ან წვიმს ან ქარს და ჩემი ჯანმრთელობა ზურგი მტკივა, ფეხები არ დადის. სარა კი სულ ჩუმად არის. არა, ისაკ. აქ სიცოცხლე არ არის. ერთი რამ მივხვდი. ზღვაზე უნდა წავსულიყავი. ამბობენ, სამხრეთით თბილ ზღვასთან ნამდვილი სამოთხეა. იქ ძვლები არ მტკივა, მზია. როცა ყველაფერს გავყიდი, ზღვაზე გადავალთ და ბოლოს. ბაბუამ დიდი სინანულით შეხედა მას. ჩაი არ დალია. ფინჯანი გადაცია და სიტყვები წარმოთქვა, რომლებიც ყველას მეხსიერებაში ჩაიბეჭდა. ვინც ეს ამბავი მოისმინა. ფიშელ, გაჩერდი. ზღვაზე არ წახვალ. და იცი რატომ? იმიტომ, რომ ზღვა არ არსებობს. შენთვის, მაგრამ მზე ერთია. შენ ქოხის სასახლედ შეცვალე, სოფელი დედაქალაქად, მაგრამ მთავარი დაგავიწყდა, რომ თავი შეგეცვალა. ძველი, წუწუნა, უმადური ფიშელი ახალ სახლში გადაიყვანე. და ამ ფიშელმა აქაც მოწამლა ჰაერი. თუნდაც ედემის ბაღში დაგსახლდე, ერთ დღესაც იტყვი, რომ ჩიტები ძალიან ხმამაღლა მღერიან და ვაშლებს ძალიან ტყბილი სუნი აქვთ. პრობლემა ქალაქი არ არის, ფიშელ. პრობლემა ის არის, რომ ბედნიერებას გარეთ ეძებ და ის ყოველთვის შიგნით იყო. სიცოცხლე მოლოდინით მოკალი. ფიშელი მაშინ განაწყენდა. ვერასდროს მიხვდა. მან ნამდვილად დაიწყო სამხრეთისკენ გადასასვლელად მზადება, მაგრამ ვერ მოახერხა. გული ჩალაგების შუაგულში გაუჩერდა, ყუთებსა და ჩემოდნებს შორის. ის გარდაიცვალა სიცოცხლისთვის მზადებისას. ეს ამბავი ყველა ჩვენგანისთვის მკაცრი გაფრთხილებაა. ბედნიერების პირობები ტყუილია. ბედნიერება უპირობოა, ის სუნთქვას ჰგავს. ან ახლა სუნთქავ, ან მკვდარი ხარ. არ შეგიძლია თქვა, ეს სრულად ვისუნთქავ, როცა ახალ ავეჯს ვიღიდი. ამიტომ გთხოვთ, თავიდან ამოიღეთ ფრაზად ბალახი უფრო მწვანეა იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. გახდით ისინი, ვისთანაც აქ კარგადაა. შეწყვიტეთ ორშაბათის ლოდინი. დაიწყეთ ცხოვრება ამ ოთხშაბათს, ამ ხუთშაბათს. გაიხარეთ იმით, რაც არის. ცხელი ჩაი, მეგობრის ძახილი, ყატის კრუტუნი ახლოს, წვიმა ფანჯრის გარეთ. ეს არის ცხოვრება. სხვა აღარ იქნება. ნუ იქნებით ფიშელის მსგავსი, რომელიც მდიდარ ღარიბად გარდაიცვალა. ჩემოდანი სულით არასდროს გახსნილა. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. რისთვისაც გთხოვეთ ბოლომდე დარჩენა. სწორედ ის საიდუმლო, რომელიც ბაბუამ გამიმხილა, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა. ფიცხი ხასიათის ვიყავი და ძალიან მიყვარდა საკუთარი ხმა.
მან პირდაპირ დამსვა, პირდაპირ ჩემს სულში ჩამხედა და თქვა სიტყვები, რომლებიც ჩემი კომპასი გახდა. დაიმახსოვრეთ ისინი. ჭკვიანი ადამიანი საკუთარ თავს ესმის, ბრძენი, სხვებს და ღმერთს, სულელი კი მხოლოდ ლაპარაკობს. გაიგეთ ამის სიღრმე. როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ მხოლოდ იმას ვიმეორებთ, რაც უკვე ვიცით. ჩვენ არ ვიზრდებით, უბრალოდ ხმაურს ვქმნით. მაგრამ როდესაც ვჩუმდებით და ვიწყებთ მოსმენას, სამყარო იწყებს ჩვენს სწავლებას. ყველა ის პრობლემა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ყველა ეს ხაფანგური ფრაზა იმ მომენტში იბადება, როდესაც ადამიანი წყვეტს მოსმენას. ისინი წყვეტენ საყვარელი ადამიანების ტკივილის მოსმენას. წყვეტენ ყოვლისშემძლეის მინიშნებების მოსმენას და მხოლოდ მათ წყენასა და გამართლებას ისმენენ. სისულელე არ არის გონების არარსებობა, ეს გულის სიღრუეა. ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილეთ 7 საშინელი მეტყველების ჩვევა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად საშიშია ცხოვრების მოგვიანებით გადადება, რამდენად დამანგრეველია საკუთარი თავის მსხვერპლად გადაქცევა და როგორ გვიშლის სიამაყე დახმარებისგან. დასკვნა მარტივია, როგორც სუფრაზე პური. თქვენი სიტყვა თქვენი სულის სამოსელია. თუ სიტყვები ჭუჭხიანი, დახეული, ჩივილებითა და ბრაზით სავსეა, მაშინ მათში არსებული სული იყინება და ავადდება. მაგრამ როგორც კი თქვენი მეტყველებიდან ნაგავს მოაშორებთ, შეწყვეთ წუწუნს და მადლიერების გრძნობას დაიწყებთ, ცხოვრება დაიწყებს ცვლილებას. ეს არ არის მაგია, ეს სულიერი სამყაროს კანონია. რაც ტუჩებიდან მოდის, ბედის წერას უბრუნდება. გაწმინდეთ თქვენი მეტყველება და თქვენს წინ გზას გაწმენთ. ჩემო მეგობრებო, თუ ამ საუბარმა გაგათბოთ, თუ მასში სარგებელი იპოვეთ, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს საქმიანობას. მოიწონეთ ეს ვიდეო. ამ გზით გავიგებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა ამაო არ იყო. გამოიწერეთ არხი, რათა ჩვენი ბრძენი ადამიანების წრე გაფართოვდეს. და მე მაქვს ერთი თხოვნა თქვენთვის. დაწერეთ კომენტარებში დეტალური პასუხი. ამ 7 ფრაზიდან რომელი ჯგუფი მოგეჩვენათ ყველაზე საშიშად და რატომ? იქნებ რომელიმე მათგანში ამოიცანით საკუთარი თავი ან თქვენი ნაცნობები. გაგვიზიარეთ თქვენი სიბრძნე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის ცოდნა. შემდეგ ვიდეოში კი მოგიყვებით ისეთ რაღაცეებზე, რაც სიტყვებზეც კი მნიშვნელოვანია. ეს იქნება საუბარი, რომელსაც შეუძლია სიტყვასიტყვით მოშუშოს ძველი ჭრილობები, რომლებიც წლების განმავლობაში ატარებდით საკუთარ თავში. არ გამოტოვოთ, ეს ძალიან საჭირო ვიდეო იქნება. იცხოვრეთ ახლა, იზრუნეთ ერთმანეთზე და თქვენმა სიტყვებმა მხოლოდ სინათლე მოგიტანოთ.